დიდმარხვის მეორე კვირას ეკლესია განსაკუთრებით განადიდებს თესალონიკის მღვდელმთავარ წმინდა გრიგოლ პალამას. დიდმარხვის პირველ კვირაში ჩვენ ვისაუბრეთ მართლმადიდებლობის ზეიმის შესახებ. დღე, როდესაც ეკლესიამ განსაკუთრებით აღნიშნა ერესებზე გამარჯვება, ბოლო ერესი, რომელიც მე-7 მსოფლიო კრებაზე იქნა მხილებული იყო ხატმებრძოლების ერესი, თქვენ იცით, რომ ხატებს ებრძოდნენ და დღესაც ებრძვიან ადამიანთა ჯგუფები და საკმაოდ ბევრი ადამიანი ადრეც ებრძოდა, დღესაც ებრძვიან, არიან ერესები, სექტები, რელიგიური დაჯგუფებები, რომლებიც ხატთაყვანისმის წინააღმდეგ გამოდიან და ხატებს შეურაცხყოფას აყენებენ თავიანთი მოძღვრებით. ამის შესახებ ჩვენ ვისაუბრეთ. დღეს რაც შეეხება ეკლესიის მიერ განჩინებული წმინდა გრიგოლის ხსენება, არ არის შემთხვევით, ისე როგორც ეკლესიაში შემთხვევით არაფერია. ჩვენ ვიცით, რომ გრიგოლ პალამის ცხოვრებიდან, რომელიც იყო ძალიან განსწავლული ადამიანი და ამასთან ერთად ძალიან უბრალო, რაც არც თუ ისე ხშირად არის ხოლმე ისტორიაში. ძირითადად სამწუხაროდ უნდა აღვნიშნოთ, რომ განათლებული ადამიანები, რა თქმა უნდა, ყველა არა, მაგრამ საკმაოდ ისეთი რაოდენობა ხიბლით და ამპარტავნებით არის ხოლმე შეპყრობილი, რელიგიური თვალსაზრისით ადამიანს, რომელიც მოხიბლულია საკუთარი ცოდნით, ღვაწლით თუ ასე შემდეგ, ხიბლი ეწოდება, ხოლო რაც შეეხება ადამიანურად გაამპარტავნებული და ადამიანი, რომელიც სხვა ზევიდან უყურებთ, ასეთი ადამიანები არიან და ამათგან განსხვავებით მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლი წარჩინებული ოჯახის შვილი იყო, განათლებული ადამიანი იყო, მიუხედავად ამისა ძალიან უბრალო კაცი იყო, რაც დამახასიათებელია ნამდვილად მორწმუნე ადამიანის. წმინდა გრიგოლის შესახებ ვიცით, რომ ის ათონის მთაზე მოღვაწეობდა და მისი ერთ-ერთი მთავარი ბრძოლა, რომელიც მან გამართა დასავლეთელ ბერთან, იყო ასე ვინმე სახელად ვარლაამი ერქვა, კალაბრიიდან იყო. ისიც სწავლული კაცი იყო, მაგრამ გრიგოლისგან განსხვავებით გაამპარტავნებული იყო თავისი ცოდნით და დაცინოდა და შეურაცხყოფას აყენებდა უბრალოდ ცხოვრებ ადამიანებს, მონაზვნებს, რომელიც ათონის მთაზე მოღვაწეობდნენ. და გრიგოლ პალამამ იტვირთა ეს არც თუ ისე მარტივი საქმე და განათლებული ადამიანის მხილებას და მასთან პოლემიკას მიუძღვნა საკუთარი ცხოვრების საკმაოდ ისეთი ვრცელი პერიოდი. გრიგოლმა ამხილა ვარლაამი და მისი მომხრეები და ჩვენ ვიცით, რომ ამის გამო ის ეკლესიის მხრიდანაც რაოდენ პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, დევნილი იყო გარკვეული პერიოდი. შემდეგ, როდესაც აირჩიეს თესალონიკის, გაიმარჯვა ღვთისშეწევნით, რა თქმა უნდა, ვარლაამ კალაბრიელზე და მის მომხრეებზე. ვარლაამმა მერე თავისი ნამდვილი სახი გამოაჩინა, ის წავიდა დასავლეთში და კათოლიციზმი მიიღო, რომის პაპის მსახური გახდა და ვარაუდობენ, რომ ეს არ მოხდა შემთხვევით. ვარლაამი იყო ეკლესიაში ჩანერგილი პაპისტური სულით მოწამლული ადამიანი, რომელიც ცდილობდა პაპიზმისთვის დამახასიათებელი ცრუსწავლებები გაევრცელებია ეკლესიაში და მერე რომ განიდევნა მართლმადიდებლური ეკლესიიდან თავისი ნამდვილი სახი გამოაჩინა ვარლაამმა და სამწუხაროდ ასეთი ადამიანები შეიძლება იყვნენ ჩვენ რიგებშიც, სამწუხაროდ არის ასეთი მართლმადიდებლობის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები, რომლებიც ზოგიერთები პროტესტანტული სულისკვეთებით არიან მოწამლული და ამ იდეოლოგიას, პროტესტანტიზმის იდეოლოგიას ავრცელებენ. სხვადასხვა მიმდინარეობაა, თქვენ როგორც იცით, პროტესტანტიზმში, ასევე არიან პროკათოლიკურად განწყობილი ადამიანები, რომლებიც მოხიბლული არიან და ცდილობენ კათოლიკური სქოლასტიკა შემოიტანონ ეკლესიაში. არის ასეთი ადამიანებიც და სამწუხაროდ უნდა აღვნიშნოთ ეს ახლა რა. ანუ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჭეშმარიტება ერთია, ღმერთი ერთია და ღმერთთან მისასვლელი გზაც ერთია. დღეს ახლა მოდაშია სიტყვები, რომ ღმერთთან მრავალი გზა მიდის და რა სადაც გინდა იქილოცე, მერე რა მნიშვნელობა აქვს, რაც ქრისტიანული თვალსაზრისით არის სიცრუე და დიდი ტყუილი, რელიგიური თვალსაზრისით ასეთი მოსაზრებები ერესად ითვლება იმ ცრუსწავლებას, რომელსაც თუ გაიზიარებს ადამიანი, სულს წარიწყმებს აუცილებლად რა. რაც შეეხება პროტესტანტულ თვალსაზრისით, პროტესტანტული თვალსაზრისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანია, როდესაც იერარქიის მიმართ, სასულიერო იერარქიის მიმართ მტრული დამოკიდებულება ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ვითომ ახლა ბიბლიის სოდნით წარმოაჩინონ თავი და საკუთარი მოსაზრების გასავრცელებლად
ბიბლიიდან ამოგლეჯილი ციტატებით მოსაზრებების დასაბუთება ეს არის მათი მიზანი. თქვენ იცით რომ ეკლესიის წინააღმდეგ მრავალჯერ გაულაშქრია და ასე იქნება უფლის მეორით მოსვლამდე სხვადასხვა ფორმით. რა ახლა ახალი უკვე ტენდენცია შეინიშნება, ეს იყო ადრეც, მაგრამ ახლა რაღაცა ერთი სპიკერი ნახეს, რომელმაც გაავრცელა მოსაზრება, რომ ფაქტიურად ასე გამოვიდა, რომ მარხვა თურმე არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ ესე იგი სული იცხონო რა. რა თქმა უნდა, სულის მაცხოვნებელი ქრისტე მაცხოვარია, მარხვა ამას ხელს უწყობს ადამიანს ღმერთთან დაახლოებაში, მარტო მარხვით რა თქმა უნდა ადამიანი ვერ ცხონდება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ადამიანთა საკმაოდ ისე დიდი ნაწილია მსოფლიოში, რომელიც თავს ვეგეტარიანელად ასაღებს და ისინი წელიწადში რამოდენიმე ასეული დღე კი არა, მთელი წელი ხორცს და ხორცს პროდუქტებს არ ჭამენ. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება წინაპირობა მათი ცხონების, იმიტომ რომ მარტო საჭმელისგან თავშეკავება არ არის საკმარისი, მაგრამ მარხვა აუცილებელია. წმინდა ეკლესია ჩვენ ამას გვასწავლის, მაცხოვარმა იმარხულა თვითონ, ჩვენ ვიცით, როდესაც წავიდა უდაბნოში, 40 დღე იმარხულა, არ უჭამია, კი არ წერია წმინდა წერილში ჭამა თუ დალია, მაგრამ არსებობს მოსაზრება, როგორცო იმარხულა მოსემ, როდესაც ავიდა სინათლეზე და ოპიზები წერია ძველ აღთქმაში, რომ მოსე ასული იმისთვის, რომ ღვთისგან განცხადება მიიღო 40 დღე იმარხულა, არც ჭამა, არც დალია, ასევე მაცხოვარს უდაბნოში არც უჭამია და წყალიც არ დაულევია და ამის შემდეგ იწყებს საჯარო ქადაგებას. ჩვენ ვიცით, რომ მაცხოვარი არის ის, ვიზედაც უნდა გავაკეთო ჩვენ სწორება. ის არის ჩვენი მაცხოვარი, ჩვენი ღმერთი, რომელიც სამყაროში მოდის და ღებულობს კაცურ ბუნებას, იმისთვის, რომ თითოეული ჩვენთაგანი გარდაარჩინოს. პავლე მოციქული ასე ამბობს თავის ეპისტოლეში, რომ მე მომბაძეთ ისე, როგორც მე ვბაძავო ქრისტესო, ხო? მობაძავ, ჩემ დაიყვენით, ვითარცა მე ქრისტესაო. ანუ ჩვენ რომ ბაძავდეთ ქრისტეს და შესაბამისად ჩვენც უნდა მარხულობდეთ და ამის პირდაპირ მითითება წმინდა წერილში უფალმა მოკლედ გააჟღერა, როდესაც მასთან მიდიან იოანე ნათლისმცემლის მოწაფეები და კითხვას უსვამენ უფალს, რომ შენი მოწაფეები არ მარხულობენ, ჩვენ მარხულობთ და რატო არ მარხულობენ ისინი და მაცხოვარმა ასეთ სიტყვები უთხრა, სანამ მე მათთან ვარ, სანამ სიძე მათთან არის, ისინი არ იმარხულებენ, მაგრამ მე მათთან ერთად, ანუ სიძე მათთან ერთად რომ არ იქნება, ისინი მარხვას დაიწყებენ. ანუ ჩვენ უნდა ვიმარხულოთ. წმინდა წერილში კიდევ ერთ ადგილზე წერია, რომ ბოროტისული, რომელიც ებრძვის ადამიანს, უნდა ლოცულობდეს და უნდა მარხულობდეს. სხვა გზით შეუძლებელია ბოროტის სულისგან თავის დახსნა. როგორც წერია წმინდა წერილში, ასევე მთავარი ნიშანი ქრისტიანის არის ზიარება, ხორცი და სისხლი ქრისტესი ადამიან უნდა მიიღოს. იმიტომ რომ ეს არის ნიშანი, როგორც ამბობს იოანეს სახარებაში, რომ მისიანები, ასე რომ ვთქვათ, პერიფრაზით რომ გავაკეთეთ ვიყოთ, ანუ ნიშანი ქრისტიანობის არის ზიარება და ღმერთმა მოგცეს ძალა, რომ როცა ვიქნებით მზად, ვეზიაროთ უფლის უხსნელ ხორცს და სისხლს. ხო, ეს არის პროტესტანტული მოსაზრებები არის და პროტესტანტული აზრებიც ვრცელდება და რასაც ჩვენ ცოტა სიფრთხილით უნდა მიუდგეთ, იმიტომ რომ ცხვრის ტყავში ასეთი ხატოვანი გამოთქმაც არის, ცხვრის ტყავში გახვეული მგლები მრავლად არიან, ეშმაკი პავლე პეტრე მოციქული შედარებულია გაცოფებულ მგელზე, ლომზე, რომელიც დადის და ეძებს ვინ გადაყლაპოს და მერწმუნეთ, რომ ეშმაკი სატანაც ცდილობს, რომ ჯერ პირველ რიგში ადამიანი დაარწმუნოს იმაში, რომ ვითომ არ არის თვითონ და ამასთან ერთად ნიადაგი ეძებს ადამიანს, რომ მის მოკლედ ლუკმა გახდეს და ყველა ჩვენთაგანს ბოროტი ებრძვის და ებრძოდა და უფლის მეორე მოსვლამდე შეებრძოლება იმისთვის, რომ მათი სული წაწმინდოს და ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ღვთის ერთგული შვილები ვიყოთ, უნდა ვეცადოთ, რომ ვიყოთ ეკლესიაში, ვერწმუნოთ მე ის სწავლებას, რომელიც უფალო მოგცა და ასე რომ ამაში ეხმარება ეკლესია ადამიანს, ამაში ეხმარებიან წმინდა მამათა შრომების საკითხვა, მათი გამოცდილების გაზიარება და მთავარი რაც უნდა გვეთქვა, ერთ-ერთი მთავარი, ხო, წმინდა გრიგოლ პალამამ დაიცვა იესოს ლოცვა. ანუ ლოცვა, რომელიც ღმერთმა ჩვენ დაგვიბარა და გვითხრა ასე რომ მოუკლებელად ილოცევდით რა, მოუკლებელად ლოცვის აუცილებლობაზე ამახვილებდა გრიგოლი ყურადღებას პალამა და მას დაცინოდნენ. ვითომ ბრჭყალებში განათლებული ადამიანები, ასე რომ თუ ჩვენ გვინდა ერთობა ღმერთთან, უნდა ვეცადოთ, რომ ვილოცოთ, ვიმარხულოთ და ну თავისთავად სხვა გამოსავალი არ არის, იმიტომ რომ ამას ვერ შეძლებს ადამიანი თუ ეკლესიაში არ დადის. ასე რომ გილოცავთ დღევანდელ დღეს
წმინდა გრიგოლ პალამა იყოს თითეული თქვენთაგანის მფარველი, თითეული ჩვენთაგანი შუამდგომელი ღვთის წინაშე და მისი ლოცვით ღმერთმა დაიფაროს, გააძლიეროს, გაამთლიანოს და სამშვიდობოზე გაიყვანოს ჩვენი სამშობლო საქართველო. ამინ.